მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრების. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულის, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არც ერთი სათნოება ისი არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც ჩვენ გული შეგვტკივა ლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო და როდესაც ჩვენ ვიჩენთ თანაგზნობას, თანალმობას, სხვათა უბედურების ჯამს და მწუხარების დროს. წყალობა მნებავს და არა სვერპლი ეუბნება უფალი ამბარტავან ფარისევლებს, ნეტარ არიან მოწყალენი, რამე თუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან. როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია რწმენის გარეშე. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. მოგესალმებით მეგობრებო. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის საქველმოქმედო ფონდი თანადგომა უკვე არაერთ გაჭირვებულ ოჯახს ესტუმრა. ადამიანები დავაბურეთ, გავათბეთ, შევმოსეთ. ამ ყველაფრის ამსახველი კადრები ჩვენს Facebook გვერდზეა განთავსებული. გვესაჭიროებთ თქვენი თანადგომა. შეგიძლიათ დაგოხმაროთ როგორც ფინანსურად, ასევე პოსტების გაზიარებით, მეგობრების მოწვევით. ჩვენი ფონდი ყველა შემომწირველს გიხდით დიდ მადლობას.